რა ძეგლია? ჩვენი გურულების ძეგლია, ხო? ხო. რა ქვია? გადარეული გურულის ოთახი. არა. აბა რა? როგორ? ამბოხებული გურული. და იღებენ ხო ამ ძეგლს, როგორც მე ვიცი. ამბოხებული გურულები არ უყვართ. ესე? აქეთ იყურება, ხო, თბილისისკენ? ხო, რატო მე? რატო იყურება თბილისისკენ? ვის უძახის? ფირმოსტელი მაყურებლებო? ასე მოულოდნელად დაიწყო ჩვენი გადაცემა. ამბოხებული თუ გადარეული გურული. ჩვენ ვართ ლანჩხუთში. აქაც რაღაც პრობლემები აქვს. როგორ? აჯანყებული გურული. აჯანყებული, ხო? მაგრამ კომუნისტებმა რო დადგეს? კომუნისტებმა? კომუნისტებმა დადგეს, აი სახლ დავანგრიოთ. გურიაში ვართ იმას ხელს. კომუნისტებმა დადგეს, ის სასტუმრო. ხო. შენ კომუნისტი ხო არ იყავი ადრე? კი ვიყავი. მე შალო ვარ ამიშვილი. ხო. გასაგებია, ხო? ანზორ ებრალიძე. აგიბა. აზნაურის შვილიშვილი. მართლა? შვილი? ხო, ცხენოსანი, ილარიონ ებრალიძე იყო ბაბუა ჩემ ცხენოსანი. ამერიკაში. და ახლა დღეს ეს აქ ახარ. 90 ლარი პენსიით ვარ. მე არ მოგწონს? მიჭირს. ჩვენი გამგებელი. კაი კაცია? უმაღლესია, წევუანია. კაი კაცია გია გოგუაძე? წევუანია და უცხო. რაღაცინეთ გურულებო, კაი კაცია? გია გოგუაძე, გამგებელო მაგრამ. მაინც ერთი ცოტა ხანი? კაი კაცია თუ არა? ჩემთან კაია იგაციას. ხო და შენ გასაგებია. შეხებაში არ ვარ მე რა. შეხებაში აი გასია. რა ხდება, რა ვიცარება, როგორ არის საქმე? შიმშილიტება ხა. შიმშილიტება. რაღაც არ ეთყობა ამ კაცო შიმშილიტება რა. ხდები შიმშილი. ჰა? შეხვდები. სალი არ გარო ძვირია, ბენზინო ძვირია, ყანა ვერ დახრა და ვერ დათესა კაცმა. ამინდის არა, ბაბუა, ამინდი. ამინდი. მოკლედ ეს ზეგლი უნდა იდგეს აქ, ხო? აღებას რო უპირებენ. ზეგლი კი უნდა. აი, ჰა? ზეგლი უნდა ეძეს. შალვა. ხაიზუბლოვის რა არის რა ზეგლია? აი, იცი. აი, დაუმარჩილებელი. ფექსი შვენია და ფეხზე რო ჩავაცვათ უკეთესი. მისას უშლის. აღებას უპირებენო და. არა, უნდა იყოს აი. ისე ფეხზე რო ჩავაცვათ ჯობია. მიდი და ჩათ, აღზომა. 155 ექნება. გურული მეტყები. ჰა? გასწრებოდა და გარდი. ხალაბარი მაინჩენსია. ვინ არიან მექთამეები? ამის ღებულობენ ახლაც. ახლაც ღებულობენ, ვინიცაა. იმამაცილე და იგი საგაშილ ვაი რომ იცოდეს. ჩაგრის იმას ციხეში მე რომ მანძვალებე ღამე ვერ ნაჟაღი თავი დიცინება ნაჟაღი. გაიგებს ამას მიშა. კაი, დიდი მადლობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს აჯანყებული გურულია თუ გადარეული? თუ გააჩნია ვინ გეკითხება? ახლა კაია, სახარხავდა. ესე იგი დავტიოთ. რა დაუნდერებოდა? ვისაუბრ და გიცავს? ვისგან გიცავს? თანაბრიდან არ გაძროა უსმახანი აშილებს. აი ძეგლი წვირანი კაცი ეკეთებულია. ხო და რა არის? რა ძეგლი არის? რა ძეგლი და ყველა მთავრობას მიერ სახელი ამასა და გვარი ამას არ არის. ვინც მოდის ყველა ეძახის ჩემიაოს. გამარჯობათ კიდევ ერთხელ ძვირფასტელი მაყურებელს, ჩვენ ვართ ბათუმში, ტარიელ ცაცხაძე ბათუმელი, ჩვენი კორესპონდენტი მაესტროსი გაგვიწევს მეგზურობას. დავიწყეთ არა ცნობილი ტურისტული ადგილებიდან, არამედ ამ დასახლებიდან, რომელსაც ქვია ჭაობის დასახლება. რატო ჭაობი? იმიტომ რომ ეს ადგილი ყოველთვის იყო დაახლოებით გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ჭაობი, სადაც შემდეგ მოგვიანებით რუსებმა გააკეთეს ქალაქი. რა ხდება აქ? აი რაღაც მაინც ბედნიერი ბათუმის დაბეჭდილებას არ ტოვებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნებისმიერ მთავრობა, აი რომელიც კი იყო, ყოველთვის აქცევდა ყურადღებას უფრო პარკის დასახლებას, ვიდრე ჭაობისას და ამიტომ. ჩვენი პრეზიდენტი მაყოფილები ხართ? კაიში მაყოფილები. არა, მართლა მაინტერესებს. მართლა კაი. კაია, ხო? რა გააკეთა კარგი ბათუმელებს? კეთდება. აქ ისინი არიან, რა ქვია, ტურისტები, დამსვენებლები მოდიან? მოდიან. თქვენ სად მუშაობთ? მე? დიახ. რა ვიცი, ყველგან, სადაც ყველგან მუშაობთ? ყველგან, სადაც საქმეა? ოჯახს დასჭირდება იქ მუშაობ. პროფესიით ზანდებით? იურისტი. იურისტი და თქვენ? მეც მუშაობ, რა ვიცი. მუშაობთ? სად? სადაც ოჯახს დაჭირდები? სადაც.
მეც მინდა იმუშაობა, რომ სადაც ოჯახ დაჭირდება. ანუ დასაქმების პრობლემაც არ არის, სადაც დაჭირდება? არის, დასაქმების პრობლემა არ არის. არის დასაქმების, მაგრამ ნუ ახლა დასაგებია. ქალაქის ამ ნაწილში, სადაც არის ჭაობი, იქვე არის მთლიანად მთავრობა, ხო? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ეს არის, ხო? კი. და ანუ ყველა მინისტრი აგზის, ხო? ყველა მინისტრი აქ. და კიდე ვინ არის? ვარშალომიძე აგზის? არა, ვარშალომიძე აქ არის, ვარშალომიძე არის ქალაქის ცენტრში, ყველაზე კარგ ნაწილში და მინისტრები არიან აქ. ჩვენ ეხლა მოვედით მერიაში, ხო? კი ბატონო. ანუ მერიაც აქეთ გადმოიტანეს. მერის ნაწილი გადმოვიდა აქ. არ გამოიყურება სთამბეშტავა. კი ბატონო, მერი აგზის? მერი აქ არის, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ისიც არის ქალაქის ცენტრში. და მხოლოდ მერი, მოადგილეები და დანარჩენი ყველა სტრუქტურა თავის თანამშრომლობით არის აქ. მერი არზის აქ, ხო, მერი, არა. იქა. დაი. საინტერესოა. ეს რაღაც სიახლეა, თუ რა? არ ვიცი, არ უყვართ გარეუბნები ალბათ და იმიტომ. ჩვენ ძვირფასთან მაყურებელ ვართ რალის შემსწრენი, ბათუმის რალია, ხო? ბათუმში ტარდება რალი. ყველა შეუძლია მიიღოს. ჩვენ ძღოლ შეუძლია მონაწილეობა. რა ძალიან. მოდი ათი ნახოთ რა, რისი მაკნისი ხარ რა. თუ გახვალ ბოლო ადგილას. სამსახურიდან გამოთავისუფლდა. ხო, სამსახურიდან კარგად იქნება. ყველა გადავიდე, დაგელავდეთ კი ახალი არ დავიდა. დაგეთ. არა, არავის აგანებ დადომის უფლება ჩემს გარდა. Четыре, მიასედი. 2 36 და 34 მიასედი. ჩვენ ვიყოფებით ახალ ბულვარში, აქედან იწყება სააკაშვილის გაკეთებული ბულვარი, ხო? აი ეს არის სააკაშვილის მიერ გაკეთებული ბულვარი. აი ამ ადგილას იყო დასახლებული ადგილი, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით აქ ბულვარი უნდა გასულიყო, რის შემდეგაც აასახლეს, მოსახლეობას გადაუხადეს კვადრატული მეტრზე 67 ლარი. ბევრია თუ ცოტაა. ამ ადგილას კვადრატული მეტრი ღირს $400. ეხლა? კი. ხო, ანუ 67 ლარი დიაფად აყიდინეს, მაგრამ ისინი ხო ბაყოფილები დარჩნენ. არა. წინააღმდეგი იყო მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რის შემდეგაც ექსპროპრიაციის წესით ძალით დაუნგრიეს სახლები და გამოასახლეს. ჩვენ მოვედით ყინულის სახლში, ძვირფასტელი მაყურებლებო. ყინული არ არის ჯერ, ხო? ყინული არ არის ჯერ, ხო? ჩვენ ეხლა ვიმყოფებით შეიხ ნახაიან მაბაქარ ალ-ნახაიანის ხეივანს. როგორ? შეიხ ნახაიან მაბაქარ ალ-ნახაიანის ხეივანი. რატო დაიმახსოვრე ხა? თუ კაი კაცი. უბრალოდ ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს ამ ქალაქში, ვისაც ეწოდება ამ ქუჩის სახელი. შეიხ ნახაიან მაბაქარ ალ-ნახაიანის ხეივანი. და რომელი ქვეყნის შეიხია? ეს არის არაბეთის შეიხი, რომელმაც საქართველოს აჩუქა 12000 პალმა, რის შემდეგაც გაუხსნეს ქუჩა. ეს რა ქუჩაა? აი ასე აქუჩა ვიცი და ხო, რა ქვია? შეიხ ნახაიან მაბაქარ ალ-ნახაიანი. აბა ამ ქუჩას რა ქვია თუ ისიც? არ ვიცი. არ ვისი სახელი ქვია ამ ხეივანს? არ ვიცი. ბათუმელი ხო ხართ? არ ვიცი კაი სიტყვა. შეიხ ბევრი ნახაიან მაბაქარ ალ-ნახაიანის. როგორ? შეიხ ნახაიან მაბაქარ ალ-ნახაიანის ხეივანი. მოულენილი ვარ, იმიტომ რომ გასწავლოთ თქვენი ქალაქის ქუჩის სახელი. წავიდა. შეიხ ნახაიან მაბაქარ ალ-ნახაიანი. არ-ნახაიან ეს ქაურის სახელი გვარი არ არის ემჩნევა. ა ბათუმელი არ არის აშკარა. მიდიაბა კიდე? ვატკოდა? Из Баку? Нравится Батуми? Вы только прибыли, да? Вчера. Да. И как вам нравится здесь? Мы пока только вот эту аллею видим. Пока только то. Да. Это аллея Шейха. Он нам подарил 12 спален, да? И он назвали его именем. Какого шейха? А вот сейчас скажу, как его зовут? Шейх Нахаян Мабакар аль-Нахаяни. Ну
Вот. Какое длинное название. А так, Шейхов не поймешь. Море здесь лучше или Каспийское море? Мы еще не пробовали. Не пробовали? Пока еще нет. Я Каспийское не пробовал. Ладно. До свидания. ჩვენ მოვიდით ქალაქის ცენტრში, დავბრუნდით რალიდან. ეს ესე იგი რა შენობაა? ეს როგორც არის ჩვენთვის ცნობილი არის პრეზიდენტის რეზიდენცია. აი ეს შიშველი კაცი დგას, ხო? კი ბატონო, ეს არის ორსართულიანი შენობა იყო, ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც დააშენეს ყოველგვარი დოკუმენტაციის მოწესრიგების გარეშე, ეს მთლიანად დააშენეს. და ეს პრეზიდენტის ეს რეზიდენცია. კულტურა ალბათ აპოლონს განასახიერებს, ხო? შესაძლოა, ნამდვილად ვერ გეტყვით ვის განასახიერებს. აქ ჩვენ სად მოვედით ეს რა ქანდაკებაა? ნეპტუნის ქანდაკება. ხო. რომელიც დაიდგა 2 წლის წინ. 2 წლის წინ, ხო? კი ბატონო, მხოლოდ ქანდაკების მოოქროვება დაჯდა 2 მილიონამდე ლარი. ეს ოქრო აქვს გარშემო, ხო? მოოქროვილია, კი ბატონო, სადღაც 3 მილიონამდე დაჯდა მთლიანად ეს ქანდაკება. აქ იყო ილია ჭავჭავაძის ძეგლი. სად გადაიტანეს? ილია ჭავჭავაძის ძეგლი გადაიტანეს ამფითეატრის უკანა მხარეს და აქ დადგეს ნეპტუნის ქანდაკება. რატო თქო, რა მნიშვნელობა? იქ დაედგათ ნეპტუნის საკმაოდ ქანდაკება. დიდი აქციები იყო მაშინ ამ ქანდაკების გადატანასთან დაკავშირებით, თუმცა უარყოფითი რეზონანსი რა თქმა გამოიწვია. უნდა, იმიტომ რომ ილიას ძეგლის ნაცვლად ნეპტუნის ქანდაკების მომხრე არ იყო ბათუმელების დიდი ნაწილი. შენდება საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის მიერ რაღაცა ბიზნეს ცენტრი. აი აქ. რის აშენებისათვისაც მოჭრეს დაახლოებით 10-მდე ხე. მერე? ძალიან 150 წლოვანი ხეები დაჭრეს და აშენებენ აქ ბიზნეს ცენტრს, რასაც მოყვა აქციები, შემდეგ დარბევები. დარბევები? კი ბატონო, იყო ამას ისეთი ამბები. ხო, მაგრამ არ ეთყობა რომ ბათუმელები უკმაყოფილოები იყოთ სააკაშვილი. პრინციპში ბევრი რამე ახალი კამერის ყველა რატომღაც გაურბის ამას. არა, ნუ კარგი რაღაცები ხო გავაკეთა, ეხლა ნახე, აი რაღაცები, აი ის, ნუ კონდეს ის რეზიდენცია ჯანდაბას. ეგეთი ამბავი გავიგე ჭორად. რომ ბულვარშიო თუ დაждები და ლუცდალეო ჯარიმა არისო და მართალია? თქო ეს ასე და რა ვიცებო. დამით მე ადგილი. მადლობთ. დიდი მადლობა. ბატონო გრამიტონ, ეგრეა? ვერ გეტყვი ვერაფერი ჯერჯერობით. აი ხა ლუდიო დავლიო, ჩვენ დაგვაჯარიმებენ? უარის ასე, აბა, ალბათ, არა. ხო კანონი გამევიდა, დაგვაჯარიმებენ, აკანე დალევ, სიგარეტს გადააგდებს, სემიშკა შეჯა. არა, სიგარეტს გადააგდებ, გასაგებია, ანაგვიანებდა. ლუცროსვა მაგი განსხვავებულია. როდი არის აგერ ბარები დაждები და მართალია. მოგწონთ ესე იგი განახლებული ბათუმი. მოგწონს, აბა მოგწონს. არა, ხო რა ვიცი, შენობა. რატო უნდა აკანე დავლიო პივა მაგალითად. ეგერ წავა დავიძები ლამაზად და დავლე დამდგები და არა, აი დაუშვათ მომინდა. მოგინდა აკანე ვერ დალევ. ვერ დალევ, ხო. არ ვიცოდი. შეიძლება კულტურა. არა, კი ბატონო. ხო და სააკაშვილი თუ შეიძლება პოსტეროვა იყო. სააკაშვილი შეიძლება პოსტეროვა. აი მოგზანილი ხო არა? პრეზიდენტია. აი მოგზანილი. აი იყო. არა, უყარს. ლუძე ვიმაშვები. არა, თვითონ მას რო აქ უფლება რომ არა, არავის არა. ეროვნული ტრადიცია რას ნიშნავს? შეერთებული შტატებს? ქართული? რაღაცა ეხლა ნელ-ნელა წავა აქედან ხალხი. მე ეროვნულები დარჩებია. აი? 37 წელია, ხო? ნამდვილად. მონაგონიც არა. დამეთანხმა. არა, მე მაგალითად ყოველგვარი ირონიის გარეშე დავათვალიერე და ბევრი რამე არის გაკეთებული რა. არა, რატო? არა, ამის არ დანახვა როგორც ჩავანაძე ამბობს. ვისთვისაა გაკეთებული? ხალხისათვის თუ მათთვის? მოიცა, აბა რა ჩამოსულები გაჭმევთ თქვენ პურს ტურისტები? ტურისტები გაჭმევთ პურს? ვისი? მათი ჯიბეების მიდან. არა, მე რას გეუბნებით? ცი, თუ ბევრი ტურისტი იქნება, ბევრი რაღაც გაივლება. ქვეყანაში ქვეყნის ეკონომიკაზე და ვიზრუნოთ როგორ აღორძინდეს სოფლის მეურნეობა. წარმოებები და შემდეგ Москва не сразу строилась. Они ასე მიდის ახლა წინაბა საკითხი. აი, მასე მიდის როგორ შეერთებულ შტატებში ჭირდება. და ქართველი განადგურება. მე კი არაფერი არ ჭირდება. მე არ სააკაშვილის მეშინია. შიშია კი არა საქმეკაცო. არა, ჩემო კარგო ხალხს რა დღეს აკეთებს. არასდროს პრეზიდენტი კანდიდატი. მე სტალინელი კაცი ვარ და არ სტალინს ჩემი მშობლია. მართლა ხო? ანუ რაღაცნაირად გაიგივებულია თქვენთვის სტალინის სააკაშვილი რაღაცნაირად. ომი იყო 37-ში დაბადებული ვარ მე ბაბუ. 37 მე. კარგად ახარ შენახული. აბა, მერტო დიდხანს გაცოცხლე. ჩვენ ვეკავთ ვაჟასთან, ეს არის
აი ამ რალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომ გავიგოთ რა ქნა ჩვენმა ილიამ მე რამდენი რეზულტატი აჩვენა. ეთქვა კარხასიაზე არიან უკვე. ბატონო, ოჯა შალვა ვარ, შალვა. ბატონო. ხო, აბა რა შედეგი ვაჩვენეთ? მე-6 ადგილი ჩვენება. მე-6 ადგილი? ო ბატონო. სულ რამდენ მონაწილეში? ბატონო. რამდენი მონაწილე იყო სულ? სულ იყო 18. ვენაცვალე ჩვენ ძღოლს, გადარჩა. ესე იგი ჩვენ ვიმდივართ ვისთან? აკოძნელაძესთან, ბათუმელ კოლორიტთან, ძალიან საყვარელ ადამიანთან. რომელსაც ძალიან უყვარს სტინგი, ხო? კი ბატონო. რა ხდება, როგორ არის საქმეები? ეს თქვენი ნახატებია, ხო? კი, ზოგი კი. ყიდით ნახატებს? კი, დასავლეთში აქ არა. აქ არა, რა არის აი მაგალითად ეს? შეიძლება მინიმალური $5,000. ხო, მაგრამ არ არის უხშემოსავლიანი ეგ საქმე. ნუ ზოგჯერ შეიძლება გაარტყა. ეხა სტინგი რო ჩამოდის იცით? კი. გიყვარს სტინგი? ნუ ძვირია, ძალიან ძვირი. ანუ რო გქონდეთ ბევრი ფული იყიდით? ეხლა მე ბევრ კონცერტებზე ვარ, ნახავი სხვაგანაც, აი სტამბოლში, ლენინგრადში. და მაქსიმუმ $100 ღირს ბილეთი. დიმა ლოტკიფაინძე იცით ესეთ კაცი? კი, გამიგი. დიმა ლოტკიფაინძე საჩუქეს ბილეთი. ხო. ეს არის პარლამენტის წევრი. კი. და მოგცა ჩვენ. მერე? 1 წალი ბილეთი და მეო ეხლა იქ ვერ წამოვალო. ხო. და შენ ვისაც გინდა იმას მიეციო. ხო და ჩემთვის ეგ ჰა? წავედით ეხლა. სასწაული პირდაპირ? ხო, აბა. ჯერ ხო ადრია? არა, თუმცა ადრია. რა ადრე ჩაიცვთ ეხლა სახში? კი. არა, ესე წამოვა. ესე წამო, ხო, წავედით. ჩაცმული ხო ვარ. всё, წავედით. სიზმარი ხო არ არის? რა ის ეგაა ბილეთი, ხო? ვიცი. აი, ბევრი რამე გაკეთდა ბათუმში, კაი რაღაცეები. საბოლოო ჯამში მაყოფილი ხარ თუ უკმაყოფილო? იცი რა მე უკმაყოფილო ვარ იმით რომ ამ ბათუმში კი გაკეთდა ყველაფერი. ა შენ ხატვარი ხარ და ესთეტიურად შეგილია, ხო? ესა. ეს კინოთეატრი აპოლო კეთდება ისე როგორც იყო 100 წლის უკან ფოტოში. ძალიან მიხარია უკვე. აი ყოველდღე აქ დავდივარ. მე ფლატარია კი. ხო. მაგრამ ისეთი კიჩები გაკეთდა რაც ჩემს გამონებას არ ესადაგება და ერთადერთი აი რა რისთვისაც უყვარდა სევსამაწვება ეგ არის ბათუმში რომანტიზმი დაიკარგა. რომანტიზმი იყო ბათუმში? იყო, აბა რა ამ ქალაქში. რას ნიშნავს ბათუმური რომანტიზმი? რას ნიშნავს რომანტიზმი უბრალოდ? თვითონ ბათუმელები კმაყოფილები არიან, ხო? არა, ეხლა ეს ქვაფენილი რო დაგებულია, ამის უკმაყოფილი როგორ უნდა იყოს? არ იყო ადრე. არ იყო, საშინელება იყო, მაგრამ ამასთან ერთად, აი კარგთან ერთად, რაღაც ძალიან ბევრი ცუდიც გაკეთდა და შეიძლებოდა არ გაკეთებული. რო ბათუმელებისთვის დაეჯერებოდა. პირდაპირ, ხო? კი. ჩვენ მოუახლოვდით პიაცას, გლამურის და რაღაცის ბუმბულების სამყაროს. Yes, of course. ვახტო დიპლიპიტო, რამაზი ხალხია, ვახტო დიპლიპიტო, სიყვარულის ხალხია. დაგენაცვლე ჩამომისი შენი ალა დასტური, გულს გაშენი ზუნდა დასტური. გაიხარეთ და გვახარეთ ჩვენი ძმობა ძველია, ქართველები მუდამ გელია. არა, დაუჯერებელი არა. დაუჯერებელი არა. ვა, პრივეტ. რიქში გახართ? აბა ურიგოთ ვინ შემიშვებს? არა, ხო რა ვიცი აბა. შეიძლება გახერხდეს. ჩვენ ვხედავთ. წითელი ხალიჩ არ არის? ჩვენ პირბასტელი მაყურებლებო. ვიმყოფებით თბილისურ ბათუმურ გლამურის შემადგენლობაში. გია. მოიხდი მოდიშ თუ არ მოიხდი? 100 წელია. 100 წელი რა არის? კრისბოტი. არ დაუშვებს. კრისბოტიზე მოყვედი? თუ სტინგზე. სტინგზე უფრო თუ კრისბოტიზე. კაი რა შევ. მაინტერესებს რა. ორივეზე სხვადასხვა. ხო და არაფერი. უფრო სტინგზე. ო. არაფერი. 100 წელი არ მოიხდის მოდის. ეხლა უნდა ოდიში? ხო არა, ეთქება სხვაში. ოდიში? გასრავად.
ყველაზე ნაკლებად რაც მინდა ციხიდან გამოსულს ციხეების მინისტრის მანქანამ გამჭყილდეს რა. ხო, ციხის მინისტრი იყო. და ურიგოდ შევიდა რა. სერიოზული დაცვით ხართუნა რა. თვითონ ტელემაყურებელო ნამდვილად ეგრეა რომ ბომონს არ უნდა ჩამორჩე, თორე მე უკვე ვინ არის ვეღარ ცნობ. აი დაახლოებით კი არა და თითქმის 80%-ს აქედან ვერ ვცნობ. მე არა ვარ ცნობილი ბომონდოლოგი, მაგრამ მაინც. ორდანდეშა თუ კამერების წინ. მოგელა როგორ ახლა? აკარგად გამოიყურები. მადლობა. რა გაკეთე? ჩაფიქრებული, ვეკითხები. ხალხს ვერ ვცნობ, ბიჭო, ხალხს მართლა ვერ ვცნობ. გამოიცვალა ხალხი. სხვა ხალხის გრეჩიხების ბომონდი ჯობია თუ ეს ბომონდი? ვისი? გრეჩიხების ძველი. რომელი ჯობია? საყვარელი ხარ რა. მაინც? ბომონდი. ბომონდი ბარიცი. მე არ ვეყუთი პროსტო მაგრის. არა, ხო. არჩევანი შეძლო. კარგი. რასამზადებ, აი პროსტო მაინტერესა, იქიდან დაგინახი მაგ. არა, რას უნდა ვამზადებდე? არაფერს არ ვამზადებ. არა, უნდა შევხედო რამე. აი. დაცუგა. ამასაც უნდა სტინგზე? შენია? სტინგზე გინდა? შვიდობით, კარგად იყავით. შევშვიდობით. აი. ერთი ადამიანი გავაბედნიერე. ხომ კარგი ბომონდი ყავს საქართველოში, რას ფიქრობ? რამე რა აქვს დასაწუნი ახლა? ასეთი ბომონდი ჩვენ შორს წავალთ, მეგონა. ჰა? სად გინდა რომ წავიდე? შორს. ეს უყურებთ ხო? ათვალიერებთ ქართულ ბომონდს. რა სიტყვით? ხო, არა, რა თქმა უნდა, ქართული ბომონდი ერთ-ერთი ბომონდია მსოფლიოში. თქვენ ბათუმელი ბრძანდებთ, ხო? აქ რას საქმეობთ, რას მუშაობთ? არაფერს, დიასახლის. დიასახლი, ეგ ყველაზე მთავარი, აჭარულის გამოცხობა, ხო იცით? всё. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერ უფასოა ამის ყურება. ამის ყურება ჯერ უფასოა შესვლის. მაგრამ მერე თუ ბევრი ხალხი დაინახეს, ლარი, 2 ლარი შეიძლება დაადონო. მინისტრს გალუბიმი გლაზამი. ლადო. ბათუმელები არ არიან? ა? სად არიან ბათუმელები? სახში. ასე დამრიგად მოვიკრიზბოდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და ცოტა მოვისდინგეთ კიდევაც, ეს იყო ბათუმური აკრედიტაციის გარეშე, უყურეთ მომდევნო აკრედიტაციის გარეშეს 4 შაბათს 22 საათზე და 30 წუთზე. ახლა კი წავედით თბილისში.